ეს არის ყველაზე მასშტაბური რა, ეს არ იქნება მარტო საფეხბურთო თვალსაზრისით მასშტაბური, მსგავსი მასშტაბური ალბათ ღონისძიება არ ჩატარებულა და არა მხოლოდ სპორტული, ხა სპორტულზე არც არის საუბარი, იმიტომ რომ აქ არის ყველაზე მეტი მაყურებელი, ყველა ვარიანტში დამყარდება ეს რეკორდები მაყურებელი, დასწრება ტრიბუნებზე საშუალო დასწრებას გულისხმობდა, კიდე ძალიან ბევრი რეკორდი იქნება და ბევრი ახალი ელემენტია შემოტანილი, შესვენებები განსხვავებული და გამოსვლიდან დაწყებული და ჰიმნები აი ესე წრეზე გუნდები თან 26-ვე ვის განაცხადია, ყველა უნდა გამოვიდეს და ყველა უნდა დადგეს, იმიტომ რომ ეს რაღაც ესეც სიახლეა ძალიან კარგია ეგ. ხო, არ ვიცი, აი ვიცი რა, ყველა სიახლეს ყველა სკეპტიკურად უყურებს იმასაც, რომ 48 გუნდია, იმასაც, რომ 104 თამაშია, მაგრამ ნახოთ, ესე იყო მე ისიც კი მახსოვს 24-დან 32-ზე და 24 რო გახდა, მაშინაც სკეპტიკურად უყურებდნენ, რომ ამბავი ამდენი გუნდიო, მაგრამ ნახოთ, აბა რა იქნება. იმან გაამართლა და იქნება ამანაც გაამართლა. ბატონ დავით, ვის გულშემატკივრა? ბრაზილია. ბრაზილია არის, დავითი ბრაზილი. ჩვენ ვიყავით მე ძალიან 22-23 წლის ასაკში საზოგადოებრივ უწყებელზე გადიოდა პროექტი კომენტატორი და იქ მივიღა, აი ეს კადრები გადის ახლა. აი ხო გითხარი. აი კადრები გაურა. კადრები. 4-ში გავედი. 4-ში გავედი და ნოდარ სიმსივებ დამამარცხა ღირსეულად ნახევარფინალში და უდიდესი გამოცდილება მივიღეს სხვათა შორის მაშინ და დავითისგან მე ბევრი კადრჩევა მახსოვს, რომელიც შემდეგ გავითვალისწინე დროთა განმავლობაში კალათბურთში გამომადგა და ახლა ფეხბურთში. აი კადრები სად იყო? მე იცით რა მაინტერესებს. ერთია, როდესაც ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობ და ჩვენი მაყურებელი გვყავს, ასე ვთქვათ, მაგრამ როდესაც იცით რომ აი ასეთი მასშტაბის ტურნირი ტარდება, ამდენი ადამიანი უყურებს, გისმენთ უпростоრად, აი ეს რა ემოციასთან არის დაკავშირებული თქვენთვის როგორც კომენტატორისთვის, რა პასუხისმგებლობასთან და როდესაც ერთი შეცდომის დაშვების უფლებაც ფაქტობრივად არ გაქვთ, იმიტომ რომ ყველა გისმენთ თქვენ. ხო, ეს ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, ხა პირველი, არ ვიცი, ამით უნდა დამეწყოთ, მადლობა რუსთავიორს იმისაც, რომ კიდე ერთხელ მომეცა ამის საშუალება, რომ ამხელა მეექვსე. მეექვსე როგორც კომენტატორი. როგორც მეორე ჩავარდე, ბოლო ორი ჩაგდებული. ხო და ამას ვამბობდი, რომ ჯერ დიდი მადლობა იმის, რომ ამხელა აი შესაძლებლობა მომეცა, რომ კიდე ერთხელ მქონდეს აი ეს მომენტი, რომ სოფლიო ჩემპიონატი წავიყვანო და უდიდესი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თითო სიტყვა, თითო დაშვებული შეცდომა, აი ყველა გატარებს იმაზე. თან ერთადერთი რაც აქვს სოფლიო ჩემპიონატს, განსხვავება ჩვეულებრივი ფეხბურთისგან, რომელიც აი შეიძლება ყოველდღიურად მიყვარს, ყველა უყურებს ამას. ფეხბურთი უყვარს თუ არ უყვარს სოფლიო ჩემპიონატი ის მოვლენა არის, რომელიც ყველა ჩართავს ტელევიზორს და ყველა შემოგხედავს და იმისთვისაც უნდა წაიყვანო და არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრისთვის. აი ეს არის განსხვავება ამ შემთხვევაში. მხოლოდ ის პროფესიული თემა არ არის აქ საჭირო. აქ ცოტა მეტი არის, რომელიც აღიზიანებს იმ პროფესიონალ გულშემატკივრას მე უკვე. რომ აი ეს რაღაცა და ამიტომ არის ბალანსი. ეს ბალანსია დასაცავი, იმიტომ რომ ერთი არის გულშემატკივარი, რომელმაც ბევრი რამე იცის ძალიან და მეორე არის ცოტა დილეტანტი გულშემატკივარი, რომელსაც ყველაფრის გაგება უნდა. და ახსნა არის ამის კი, საჭიროა. სხვათა შორის აი ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ შეიძლება გოლზე უფრო მეტად, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი გოლი იყოს, კომენტატორის რაღაცა ფრაზა გახდეს დასამახსოვრებელი და თქვენ შემთხვევაშიც გვახსოვს, ახლა გამახსენდა საქართველოს ხორვატია თამაშობდა, ხო? კი, აი ეს ემოცია, რაც თქვენ ის იყო ნამდვილი ემოცია და ჩემი აზრით აი ზუსტად ამ ემოციით არის საოცრება კომენტატორი. მოკლედ კომენტატორის როლი არის უმნიშვნელოვანესი და აქვე უნდა ვთქვათ, რომ მთელი ამ 19 დღის განმავლობაში 8 კომენტატორი იქნება სულ, მათ შორის ბატონი დავითი, ბატონი ნიკა და კიდევ 6 კომენტატორი, რომელთან ერთადაც გავათენებთ ღამეებს, ასე ვთქვათ და განსაკუთრებულად ველოდებით ჩვენ ყველანი ამას. ჩვენს ყურში იქნებით ერთი თვის. მოკლედ, კომენტატორს ძალიან დიდი როლი აქვს ამაზე ყველა უთანხმდებით, იმიტომ რომ კომენტატორის ფუნქცია არ არის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება და ის ემოციური ნაწილი, რომელიც თქვენ ახსენეთ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და მსოფლიოს ჩემპიონატი დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ დასამახსოვრებელ
ეპიზოდს დაგვიტოვებს ძალიან მალე. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში უნდა ჩაგვერთოს გიორგი ლორია, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე, დინამოს მეკარე და ადამიანი, რომელმაც მიუძღვნა მთელი თავისი კარიერა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, ზოგადად ფეხბურთს მიუძღვნა და ჩემთვის ორმაგად საინტერესოა დამეთანხმება ალბათ. დავით, რომ მეკარის თვალით შეფასებული მსოფლიოს ჩემპიონატი და ვთქვათ ის საოცარი შემტევი მოთამაშეები, რომლებიც მოიყრიან თავს ამ მუნდიალზე, ალბათ გიორგის მიერ შეფასებული უფრო საინტერესო იქნება. გიორგი, შუადღე მშვიდობის, მოგესალმებით. გიორგი, გამარჯობა, გილოცავ პირველ რიგში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას. გამარჯობა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, სულ ყველას მოგესალმებით. ესე იგი, არაერთი ევროპული გრანდის წინააღმდეგ გითამაშია, არაერთი უმაღლესი დონის თავდამსხმელის დარტყმა გაქვს მოგერიებული ჩვენი ნაკრების კარში ყოფნის დროს. შენთვის, როგორც მეკარისთვის, როგორ ფიქრობ, რომელ ნაკრებს ექნება ყველაზე კარგი შანსი ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე? მეტნაკლებად ყველა ნაკრების შეტევის ხაზს კარგად იცნობ. ვინ არის შენთვის? რატომ პორტუგალია იყო ნიკას კითხვა? რაღაცა ფავორიტები, რა თქმა უნდა, ყველა მსოფლიო ჩემპიონატს ყავს და არც ეს მსოფლიო ჩემპიონატია გამონაკლისი. ყველას, ვინც ვიცით გრანდები, ყველა ძალიან მაგარი შემტევები ყავს. უბრალოდ ჩემი აზრით, გამორჩეულად თუ შეიძლება ალბათ ბრაზილია და არ ვიცი, მე გულში რაღაც პორტუგალია მესიმპათიურება ყველაზე მეტად. ესე იგი, რონალდოს ვაცილებთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით, ის რაც აკლია და რაც ყველაზე მეტად სურს, მაგრამ ხო, ბრაზილიაც თან ანჩელოტის ხელში მგონია, რომ თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. არაერთ ფეხბურთელის წინააღმდეგ გითამაშია, ამაზეც ვისაუბრეთ. პორტუგალიის წინააღმდეგ გაიქცევს 2000 წელს. აი პირველი მატჩი იყო პორტუგალიის თუ არ ვცდები, ხო? კი, 2008 წლის შეხვედრა პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ. დროებითი პორტუგალი. თქვა? ბოდიში არის მოდახმა? პირველი იყო ესტონეთი და მეორე დებიუტი მეორე იყო პორტუგალია უკვე. ყველაზე რთული ფეხბურთელები შენთვის როგორც მეკარისთვის, ვისაც დაურტყავ შენი კარის მიმართულებით, ვინ შეგიძლია ჩამოთვალ? არ ვიცი, ეხლა ძალიან ბევრნი არიან ეგენი. სამი გამორჩეული შემტევი? ალბათ ყველაზე მეტად ვინ შეიძლება რომ გამოვარჩიო და მით უმეტეს ეხლა მუნდიალზეც არის, ეს არის კრისტიანო რონალდო. ამაში ორი აზრი არ არის. ყველაზე ანუ არ ვიცი, ეგრე ზლატანის წინააღმდეგაც მაქვს ნათამაშები და კიდე საფრანგეთი და რავი, ესპანეთ ყველას წინააღმდეგ და დღესდღეობით მით შეიძლება რომ ყველაზე მეტად გამოვარჩიოთ ეს კრისტიანო რონალდოა, თან მით უმეტეს მესის ხო აკლდა მსოფლიო და ეხლა რონალდოს აკლია. ვინ იქნება შენი აზრით მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გაიბრწყინებს და იქნება საუკეთესო? ვინ გონია ასეთი? არ ვიცი, ვიღაცა ერთის გამოყოფა, იმიტომ რომ იმდენად უცნაური მსოფლიოა ჩემი აზრით, ეს მთლიან კონტინენტზე გადაჭიმული რო არის, ზოგი სად არის, ზოგი ზემოთაა, ზოგი ქვემოთაა. არავინ არ იცის რა, ამის სხვანაირი მომზადება სჭირდება ამას და ალბათ ზოგადად წინასწარაც ვერ მოემზადები განსაკუთრებულად. იმიტომ რომ მექსიკა, კანადა, ამერიკა შუაშიც, არ ვიცი, ეს კონკრეტულად ერთი ვიღაცა რო გამოყო, ვერავიზე ვერ გეტყვით. მოთამაშეებისთვისაც ალბათ ძალიან რთული იქნება თამაშებს შორის, ხო ეს გადაადგილება, აკლიმატიზაცია არ არის მარტივი და ზუსტად ეგ არის. დიდი ზოგი მომენტი არის, იმიტომ რომ გეუბნები კანადიდან მერე მექსიკაში მერე შუა ამერიკაში რაღაცა რთული მომენტები არის ძალიან. შეიძლება საერთოდ ისეთმა ფეხბურთელმა გაიბრწყინოს, ვისაც საერთოდ არავინ არაფერს არ მოელოდება განსაკუთრებას. ესე იგი, ჩვენთან ერთად უნდა გაეცნო მსოფლიოს ჩემპიონატის ამბებს და ალბათ პროცესში კიდევ უფრო მეტად მიხვდები, ვინ შეიძლება გავიდეს ფონს, იმიტომ რომ მართლა ძალიან უცნაური მსოფლიოა, ახალი ფორმატია, სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება ესეც ისტორიული მოვლენა და რამდენად მოახერხებენ ფეხბურთელები ადაპტაციას და აკლიმატიზაციის გავლას, ამას იქნება დამოკიდებული მეტწილად მათი შედეგი. გიორგი, ჩვენთვის ძალიან რთული საყურებელი იქნება ისეთი დროებია, რომ
არ ვიცი, ზოგი ისეთი თამაშია, მაგად გამო საერთოდ გათენება ღირს თუ არა ეს საკითხი. უყურებას ჩივიზა ჩვენ კომენტატორებმა რაღა უკნა დილის 6-ზე, 5-ზე, 7-ზე. ჩვენ უნდა წასულიყავით იქ და იქიდან უნდა წაგეყოლოთ. აი, კარგი. ნებისმიერ შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის რაღაც სიახლესთან ასოცირდება და ეს იცი რა ის ისწორ მაშინ რომ ვინც ღამეს ვერ გაათენებს რუსთავიორზე დილიდან შაბათ-კვირის ჩათვლით ექნება შანსი რომ წელი მიმოხილვა ნახოს და მესმის რომ ყველა ადამიანი 24 საათიან რეჟიმში ტელეკრანთან ვერ იქნება ჩასაფრები. ნუ რაც ყველაზე ერთ-ერთი მთავარია რაც არ უნდა იყოს ხო რუსთავიორს მადლობა რომ მოახერხა რომ სოფლიო ჩემპიონატი ეჩვენებინა იმიტომ რომ ხო იყო რაღაც საუბრები რომ რაღაცა შეიძლება პასიანი და ასე შემდეგ და კარგია რომ ეს სიამოვნება ჩვენს ქვეყანას ექნება რომ უფასოდ შეძლება ყურებას. რუსთავიორი ყოველთვის ხალხის გვერდით. ფეხბურთი არის ყველასი. მე პირადად სოფლიო ჩემპიონატს პირველად 94-ში ვუყურე. იმის მერე ჩემი პირველი სოფლიო ეგ იყო რა და იქ აღმოვაჩინე ფეხბურთი რასაც ქვია ეს იყო იტალია ბრაზილია. იტალიის გულშემატკივარი ვარ მაგ ჩემპიონატის მერე. მეც. მე როცა იტალია იყო. შენგელიაც იტალიას გულშემატკივრობს ოღონდ შენგან განსხვავებით მარიამი ამ სოფლიოზეც იტალიას გულშემატკივრობს. აი სხვაობა არის. აი არა გულშემატკივრობს. ნამდვილი გულშემატკივარია იტალიის ნაკრების. კარგია. გიორგი, დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და მოკლედ ნახოთ ხო ერთად მივადევნოთ თვალი როგორ დასრულდება ჯგუფური ეტაპის შეხვედრები და მერე ავარჩიოთ რომელიმე ერთი ნაკრები და ბოლომდე მივყვეთ და მივყვეთ. ხო, იყო ყოველთვის აი გიორგიმ თქვა რომ ვიღაც გამოხტებაო ისეთიო გამოჩნდებაო რომელსაც არ ველოდითო და ასე არის ხოლმე ყოველთვის. მათ შორის სოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა არის პელეც როგორც ვიცით საერთოდ 17 წლის იყო როდესაც სოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და სხვა შორის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი თქვა გიორგიმ 1994 წელს როდესაც პირველად უყურე სოფლიო ჩემპიონატს მაშინ გამიჩნდა ინტერესი ფეხბურთის მიმართო და რეალურად აი სოფლიო ჩემპიონატი ეგ არის რომ შეიძლება ისეთი ინტერესები აღზრას ადამიანებში რომ შემდეგ უკვე აი ესეთი წარმატება ქონდეს როგორც ჩემთვის 98 წლის სოფლიო ჩემპიონატი იყო, როდესაც ბრაზილია საფრანგეთის ფინალი იყო და ძალიან ხო, ჩემთვის რა, ყველაზე მძიმე. ჩემთვის 82. 82 წლის, აი წარმოიდგინე. და რა არა, ეს იყო საოცრება, იმიტომ რომ ის ჩემპიონატი ითვლება დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო. გამორჩეულად და ის ბრაზილიის ნაკრები, რომელიც ვერ გახდა რა თქმა უნდა ჩემპიონი, აი სწორედ ეს არის, აი პირველი ბავშვის დაბეჭდილება, რასაც მე ვიძახი, ის საოცარი ფეხბურთი, რასაც თამაშობდა მაშინ ბრაზილიის ნაკრები იტალიასთან გავარდა სხვათა შორის და აი ეს პირველი დაბეჭდილება, ხა გიორგიმაც იგივე თქვა და თქვენ რასაც ამბობთ, ხო, იქიდან ჩდება ეს ყველაფერი, აი ამ ხელა ფორუმებიდან და ამ ხელა ინტერესი როცა არის, რომ ყველას ითრევს რა, არ არსებობს ადამიანი, აი დარწმუნდებით ხა ყველა აბსოლუტურად რომ აი ეს პერიოდი იქნება რაღაცა გამორჩეული ყველა ცხოვრებაში. ეს დავამატებდი, აი გადაადგილებაზე რო თქვა, ბოსნიის ნაკრებს უწევს 5000 კილომეტრზე მეტი ფრენა აი ამ სამი თამაშის განმავლობაში. იმდენად შორს არის ეს ლოკაციები რა, სადაც უნდა გადაფრინდეს და ეს სიგიჟეა უბრალოდ ცოტა რთული იქნება ფეხბურთელები. აღდგენა არის ძალიან ძნელი ამ დროს. პირველად როდესაც ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, სწორედ იმიტომ რომ ეს ტარდებოდა სამხრეთ ამერიკაში და მაშინ მხოლოდ გემით იყო იქ შესაძლებელი სამი ქვეყანა. ხო, ძალიან ცოტა ქვეყანა მიიღო მონაწილეობა. 13 ქვეყანაა. და ერთი კითხვაც მექნება, ესე იგი, ჩვენ ეთერში შესვლამდე საუბრობდით. მასპინძელმა ურუგვაიმ. მიჭიერი. და სხვათა შორის მსოფლიო ჩემპიონატი და ისეთი დეტალი, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრმა ფეხბურთის გულშემატკივრმა არის. აბა? მე რამდენი მსოფლიო ჩემპიონატია? 23 ხო არის, ჩატარდა 22. და შესაბამისად ფინალში უნდა ყოფილიყო 22 ბურთი, ხო? ხო. და არის 23. ამას აქვს ერთი მიზეზი. 30 წელს არგენტინამ და ურუგვაიმ ვერ მოილაპარაკეს რომელი ბურთით ეთამაშათ. ერთ ტაიმი ითამაშეს არგენტინის ბურთით, მეორე ტაიმი ურუგვაის ბურთით. და ბურთების რაოდენობა ერთით მეტი. აი წეგან ვამბობდით, რომ ეთერში შემოსვლამდე ჩვენ საუბრობდით, ესე იგი ხვიჩა კვარაცხელიამ რაც დაანონსა, რომ ორჯერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას, ევროპაზე გავიდოდა ნაკრებთან ერთად და ასევე სოფლიოზეც აუცილებლად, ნუ ეს უკვე შესრულებულია და სოფლიოზეც აუცილებლად გავავთოთ, ჩვენ ამის იმედი გვაქვს.
მე მაინტერესებს აი თქვენი შეფასებით ჩვენი ქვეყნისთვის რა იქნება აი ეგ სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა რას მისცემს ჩვენს ნაკრებს წარმოგვიდგენს მაშინებს რა შეიძლება ჩავიდინოთ და ვიკადროთ ყველას ერთად აი კარგი გაგებით არავის არ ვაკნინებ არც ერთ სპორტის სახეობას ბუნებრივია მთელ სოფლიოში ესია რაც შეუძლია ფეხბურთს ხო ეს გამორიცხულია სხვა სპორტის სახეობა ჩვენთანაც სხვა სპორტის სახეობები სოფლიოზეც გადიოდნენ ევროპაზეც გადიოდნენ ერთადერთი იყო ფეხბურთის რომელიც არ იყო ხო გასული რომ გავედით ევროპის ჩემპიონატს ხო გახსოვთ ის ღამე ის გერმანიაში ჩასული სრულიად საქართველოს არ ვიცი ხა მე პირველივე თამაში რომ მორჩა პენალტები და არ ვეხა ეთყობა ნერვიულობისაგან ემოციებისგან იმაზე სიცხეც ჰქონდა ცუდათაც ვიყავ მაგრამ პირველი ის ვიფიქრე რომ მე მივდივარ გერმანიაში რაც არ უნდა დაჯდეს და როგორც არ უნდა დაჯდეს სკუტერი მქონდა მოგებული და გავყიდე ეგრევე ბილეთის ფული იქ რაღაცეები იმიტომ რომ გავსი ზეიმის გამოტოვება წარმოუდგენელი იყო და რა ხდებოდა იქ აქ რა ხდებოდა იქ რა ხდებოდა ეს იქნება გაათმაგებული სოფლიოზე რომ გავიდეთ და ამიტომ ეხლა სწორედ თქვა წარმოუდგენას კი ცოტა საშიშია რა ისეთი რაღაც მოხდება და ამ ბედნიერებას თუ მოვესწრები ჩავთვალე იქიდან რომ ჯგუფიდან გავიდეთ აი თოდ მე რა იქიდან გვადვილია ჯგუფიდან გასვლა იქიდან ფართოვებული შემადგენლობით ძალიან იმდენი ნაკრები არის რომელსაც თავისუფლად მოუგებთ 2-3 ბურთით უბრალოდ ჩვენ სხვა ზონაში ვთამაშობთ ისინი სხვა ზონაში და გვინდა არ გვინდა საოცარი ქვეყანა რა მოგვეთ აი ესე პოზიტიური მოლოდინებით დავასრულოთ ჩვენი ეთერის ეს ნაწილი და რა თქმა უნდა დღეს 11 საათზე დავით მინაშვილი და ამირან შაიშმელაშვილი გახსნიან სოფლიო ჩემპიონატს საუბრობიან წარმატებებს გისურვებთ ვისაც მოგენატრათ დათოს ხმა აუცილებელია რომ მოისმინოთ იმიტომ რომ რა ჩემთვის ოიც ჩემი აზრი იცი შენ დაპირთული გრაფიკი კი გექნებათ მაგრამ ჩვენს ეთერში ხშირად გელოდებით მაინც ამ პერიოდის განმავლობაში ფეხბურთზე დაპირთული გრაფიკი არ არსებობს დიდი სიამოვნებით ვისაუბროთ ფეხბურთზე რამდენიც გინდა დილით საღამო შუადღეს და ღამე არ არის პრობლემა მადლობა ძალიან დიდი დავით მინაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი